გამოსვლა რამდენ აპირობა და რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, აი თქვათ რა სასახელმოებებს თქვენ ამას და რა ჩვენი იმისათვის რომ გვეგალობა უბრალოდ ოქრის შესახებ გვესაუბრა და თუნდაც ის რომ ჩვენ ხალხისთვის გვინდოდა გვეთქვა ჩვენი რწმენის შესახებ. ხომ არ ფიქრობთ თქვენი მასო აი თქვენი რწმენის გავრცელება იქნებ რამე თან სხვა რწმენის მიმდევარ ჯგუფებს ან მომხრეებს ან შეურაცხყოფს ან რაღაც მასზე რეაქციას და არასასიამოვნო რეაქციას გამოიწვევდა. ეს ხომ არ გაგითვალისწინებიათ ან საერთოდ თუ ფიქრობთ ამაზე რომ შესაძლებელია მაგალითად ხო თქვენ ხართ ერთი რწმენის მიმდევარი ჯგუფი რომ სხვა ნებისმიერ თუნდაც ერთი პიროვნების თქვათ ხო იმიტომ რომ ადამიანის უფლებებიდან გამომდივართ ალბათ თქვენ და საერთოდ საქმე ალბათ ესე უნდა გადაწყვეტოს. თუნდაც ერთი ადამიანის უფლება რომ ამით იქნებ diskuteba, nilaqeba, შეურაცხყოფილი ხდება. ჩვენ არ ვფიქრობთ რომ იმიტომ რომ ჩვენ არავითარ რელიგიურ მიმდინარეობაზე არ ვისაუბრეთ. ჩვენ საუბრობთ მარტო იესო ქრისტესა და ჩვენი რწმენის შესახებ. და ის მოსახლეობა რომელიც ჩვენს ირგვლივ იდგა მათ სურვილი ჰქონდათ, მათ სიამოვნებდათ და მათ უხაროდათ. ესე იგი, როდესაც თქვენ შეკრებას ატარებდით, თქვენ გარანტია ჰქონდათ რომ თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი მოსახლეობა დაგხვდებოდათ, ხომ არიან მოსახლეობა, მაგრამ ყველას რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა სურვილი, არ მოისმინა ჩვენთვის და მოაგაზიარებინა, უბრალოდ არ შემოერთებულიყო. ესე თქო დაგვისახელოთ როგორ იწოდება თქვენი რელიგიური სექტა. საერთოდ სრული სახელწოდება. რეგისტრირებული ხარ? ჩვენი არის რელიგიური სექტა როგორ იწოდება? სრული სახელწოდება. ევანგელისტური ეკლესია. ბატონო? ევანგელისტური ეკლესია. აგერ შეკითხვა შესამართლეს რეგისტრირებული თუ არ არის? ვინაიდან არ არსებობს კანონი რელიგიის შესახებ, ჩვენ არ აქვს რეგისტრირებული, თუმცა სურვილი გვაქვს რა თქმა უნდა, რომ იყოს კანონი და იყოს რეგისტრირებული. და რამე კავშირი არის ეგრეთწოდებულ იეჰოვას მიმდინარეობასთან? არა, ეს არის სხვა მიმდინარეობა, ეს აბსოლუტურად ჩვენ მათ არ ვეცნობთ, ასე ვთქვათ. კი, ამიტომ ჩვენ მათ არც მათ წინამძღოლს ჩვენ არ ვიცნობთ, გუშინ შევხვდით პირველად ჩვენ უბრალოდ შემთხვევით მას, ვინაიდან იგივე დაემართათ და ჩვენ